უკვე მესამედ სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლებს სპორტული ღონისძიება კურორტ თეთნულზე გაიმართება თებერვლის ბოლო კვირას და მისი ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების სააგენტო, რომლის დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე არის ახლა დღის ქრონიკის სტუმარი. მოგესალმებით ირაკლი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. პირველ რიგში გვიანბად ღონისძიებაზე როგორ მიმდინარეობს მზადება, რა ელოდებით, რამდენ სტუმარს ელოდებით და რატომ ისევ სვანეთი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ფრირაიდის მსოფლიო ტური ნამდვილად გამორჩეული ღონისძიება არის. ეს არის რთულ რელიეფზე, არამარკირებულ ტრასებზე საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება. გაუკვალავში, ხო? მოყვარულების ენთრო ვთქვათ. ტექნიკურად თქვი ეს და რა თქმა უნდა გაუკვალავში თავისუფალი სრიალის არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრება, რაც არსებობს. და ჩვენ უკვე მესამე წელია სწორედ მასპინძელი ვართ ამ ღონისძიებით. საქართველოს 2 წლის წინ შეირჩა მასპინძელ ქვეყანად და არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება ჩავატარეთ 2022 და 2025 წლებში. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან სრული ნდობა გვაქვს და ეს სრული ნდობა და სწორედ ეს უნიკალური რელიეფი, რაც საქართველოს გააჩნია, ეს ერთობლივად ქმნის სწორედ ამ ღონისძიების წარმატებას. რელიეფია ის თავარი ფაქტორი, რის გამოც ისევ სვანეთზე შეჩერდა არჩევანი? ორგანიზება და რელიეფი. კი ბატონო. კაი, რა გამოცდილება მისცა მაშინ უკვე ორჯერ მასპინძლობამ ამ ღონისძიების სვანეთსაც და მთის ტრასების სააგენტოსაც? სწორედ უნიკალურობაზე რო საუბრობდი, საქართველოს და მით უმეტეს სვანეთი, იმიტომ რომ კავკასიონის მთები გვთავაზობს სწორედ ამ სირთულეს, მრავალ ასე ვთქვათ მასშტაბს იმისი, რაც ის ფერდებით არის, გამორჩეული ფერდებით არის და სწორედ ეს ღონისძიება და ამ ღონისძიების უნიკალურობა ეს ბევრ ქვეყანას არ აქვს და ჩვენ საკმაოდ გამორჩეული ქვეყნების გვერდზე ვდგევართ და ვატარებთ ამ ღონისძიებას საკმაოდ წარმატებით. რა რაოდენობის სტუმარს ელოდებით არის თუ არა, ამაზე კონკრეტულ რიცხვებზე გათვლა? ყოველწლიურად მზარდი არის ღონისძიებაზე ინტერესი, ეს პირველ წლებში სრულიად ახალი იყო და შესაბამისად დაინტერესება რაც წლები გადის მით უფრო იზრდება. ჩვენ როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს ველოდებით, იმიტომ რომ საკმაოდ აქტიური არის ხოლმე კონკრეტულად სვანეთში ის პერიოდი, როდესაც ფრირაიდი ტარდება, ასევე არის სხვა ღონისძიებები, პარალელური ღონისძიებები. წელს პირველად ფრირაიდს დაემთხვევა გემოფესტის ღონისძიება, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის ეგიდით არის და ეს კიდევ უფრო მეტად ასე ვთქვათ, წევს დაბაში აქტიურობას და უფრო მეტად ინტერესდება ხალხი რომ ჩამოვიდეს და ფრირაიდი. თქვენი სააგენტო მართავს მთის რამდენიმე კურორტს, ხომ? აი ამ შეჯიბრის მასპინძლობამ კონკრეტულად სვანეთში, სვანეთის როგორც მთის კურორტის ცნობადობა და პოტენციალი რამდენად შეცვალა? არა მარტო სვანეთის მინდა აღვნიშნო მთელი საქართველოს, იმიტომ რომ იმდენად დიდი დაინტერესება არის აქამდე ხაზგასმით არ იყო საქართველოს როგორც საერთაშორისო დონეზე როგორც ფრირაიდისთვის განკუთვნილი ადგილი და ჩვენ პოზიციონირება გავაკეთეთ ისეთ ქვეყნებს შორის როგორიც არის მაგალითად კანადა გამორჩეული არის ამით, მაგალითად იაპონია რომელიც გამორჩეულია ფრირაიდით და მთელი საქართველოს მასშტაბით მათ შორის აქ შედის სვანეთი, როგორც ვახსენე, ძალიან უნიკალურ რელიეფს და დიდ პოტენციალს გვთავაზობს ამ მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ პროფესიონალური სპორტის მოყვარულებისთვის, ეს არის ასევე ფრირაიდის მოყვარულებისთვის, რომლებიც ჩამოდიან, მათ შორის პროფესიონალები ჩამოდიან, აქ ძალიან ბევრი მოკლემეტრაჟიანი კინოს გადაღება ვნახე ექსტრემალური სპორტის მიმართულებით და დაინტერესება გაიზარდა საკმაოდ ამ 2 წლის განმავლობაში. კი ბატონო, და მოდი სხვა კურორტებზეც ვისაუბროთ, ხო, მთის დანარჩენ ტრასებზე იქნება ეს ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი. როგორ მიმდინარეობს ზამთრის სეზონი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის წინმართალია გაზაფხული მოდის კალენდარზე, მაგრამ ტრასებზე სეზონი ჯერ ისევ გრძელდება, ხო, თითქმის მარტის ბოლომდე. როგორ მიმდინარეობს ეს და რამდენად კარგად შეხვდით აი ამ სეზონს მთის ტრასების სააგენტო? საკმაოდ აქტიურ რეჟიმში არის, სეზონი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კარგი დასაწყისი იყო, ცოტა დაგვიანებული, იმიტომ რომ თოვლის საფარი არ გვაძლევდა. დეკემბერი იყო უჩვეულოდ მზიანი და უჩვეულოდ მზიანი, თუმცა იანვარი და თებერვლის დასაწყისი საკმაოდ ნალექიანი არის, ჩვენ თოვლი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ტრასები იყოს იდეალურ მდგომარეობაში, ყველა ინფრასტრუქტურა გამართული არის და ჩვენ მას მიზნობს ყველა ტიპის ვიზიტორს, კმაყოფილება მაღალი არის საკმაოდ ყველა კურორტზე და საკმაოდ ისეთი დინამიური არის წელს, ზრდა მაღალი არის, ვიზიტორთა დიდი ნაკადები არის ყველა, აბსოლუტურად ყველა კურორტზე. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე გახდათ დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენი